და როგორც იქნა Google-მა თქვა თავისი მორიგი სიტყვა ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გუში ჰქონდათ გრანდიოზული აპდეიტები. ვიცი რომ ბევრი თქვენგანი იყენებთ Google-ს და მის ხელოვნური ინტელექტის მოდელს Gemini-ს და ელოდებოდით ამ განახლებებს. ბევრი რაღაც გამოუშვეს, ყველაფერს არ გიამბობთ ამ ვიდეოში, თუმცა ცალ-ცალკე ვიდეოს ჩავიწერ და გაგაცნობთ მაქსიმალურად დეტალურად თითოეულ განახლებას. და პირველი, ყველაზე მთავარი განახლება. გამოუშვეს ახალი მოდელი Gemini 3.5 Flash-ი. მოდელი სპეციალურად შექმნეს კომპლექსური აგენტური workflow-ებისთვის, კოდინგისთვის და გრძელი ღრმა დავალებებისთვის. ანუ იმგვარი დავალებებისთვის, სადაც AI-მა არა მხოლოდ უნდა უპასუხოს როგორც chatbot-მა, არამედ უნდა იმუშაოს, იფიქროს, იტერაციაში შევიდეს მრავალჯერ, ამუშაოს საბაგენტები და მოიტანოს ამგვარად საბოლოო შედეგები. Google-ის თქმით, Gemini 3.5 Flash-ი 4-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა ჩვენთვის ნაცნობი მოდელები, ხოლო Google Anti-Gravity-ში 12-ჯერ უფრო სწრაფია ოპტიმიზირებული მოდელი. ეს ყველაფერი თუ ნამდვილად ასეა, ჯერ ძალიან მცირე დრო გავიდა ღრმა ტესტირებებისთვის, მაშინ ეს არ არის მხოლოდ სისწრაფის ცვლილება, ეს არის მთლიანად agentic workflow-ების ეკონომიკის შეცვლა. მოკლედ, ამ მოდელის მთავარი მუღამია რთული AI აგენტური სამუშაოები შეასრულოს ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით. საუბარია პროცესზე, როდესაც აგენტი ბევრი ხელსაწყოს გამოძახებას ასრულებს. წერს კოდს, ამოწმებს, ასწორებს, ახალ ვერსიას აგენერირებს და საბოლოო ჯამში საათობით მუშაობს ძალიან რთულ დავალებებზე. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარვეზებს, სიღრმეს, ხარჯს, პროდაქშენის წრეს და ასე შემდეგ სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. Gemini 3.5 Flash შეუძლია რთული research paper-ები, ტექნიკური იდეები გადააქციოს ინტერაქტიულ ვიზუალურ ვებ გამოცდილებად, ანიმაციებით, დიაგრამებით, ახსნებით და სამუშაო კომპონენტებით. ეს არის უკვე ნამდვილი აგენტური აღსრულების ფენა. დღესდღეობით AI სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა და რეალური გაზომვის კრიტერიუმი არის რომელი მოდელი ასრულებს ყველაზე სწრაფად, იაფად და სანდოდ რეალურ სამუშაოებს. დაწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში თქვენი გამოცდილება, თუ უკვე დატესტეთ ეს ახალი მოდელი და რამდენად კმაყოფილი ხართ, როგორ შეასრულა უშუალოდ თქვენი დავალებები.